იმასთან დაკავშირებით თუ რა რიტორიკა პრინციპში უკვე ძალიან ბანალური ქართულ ოცნებას, მაგრამ თქვენ გქონდათ ძალიან საინტერესო გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით. Გულისხმობ, რომ უკვე აი ეს რაღაცა მათი დაჯგუფების წევრებიც ნეიტრალური საქართველო თუ არ ვცდები, ისინიც უკვე კაფიოთ ამბობენ, რომ uvizო რეჟიმი საქართველოსთვის ერთგვარად ზედმეტი ტვირთია. პრაქტიკულად ეს მოვისმინეთ ჩვენ დღეს მათგან და აქ უკვე ჩდება განცდა, რომ ივანიშვილი თვითმიზანი უკვე არის ეს, რომ საქართველო დატოვოს uvizო მიმოსვლის გარეშე. ანუ ეს ის კი არ არის, რაც მისი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოგვენიჭა, არამედ ის, რაც მას გამიზნულად უნდა. თითქოს ასეთი შთაბეჭდება რჩება თქვენთან მე მგონი მქონდა ამ თემაზე საუბარი და რაღაცნაირად ამ განცხადებებმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, რომ შესაძლოა მართლაც ეს იყოს გააზრებული პოლიტიკა. აქვე გეტყვით, რომ დღეს და რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ძალიან საინტერესო სტატია იოზვიაკი საუბრობს, რომ 8 ქვეყანა და ამ 8 ქვეყნის ავანგარდში არის იტალია. თითქოს ეწინააღმდეგება ამ პროცესს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის uvizო მიმოსვლის შეჩერების პროცესს და ამბობს, რომ ხალხი არ უნდა დაზარალდეს. მაგრამ პარალელურად ჩვენ ვიცით, რომ სანქციებზე მაინც შეთანხმება ვერ შედგა. ყველაფერი ეს, რაც მე ახლა რაღაცნაირად ვეცადე, რომ ერთიანად მომეყარა თავი იმაზე, რაც ხდება ვიზების გარშემო. რას გაფიქრებინებთ თქვენ აგვისტოს ბოლომდე, რა შეიძლება ჩვენ ვიხილოთ? დიდი მადლობა ვიკა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, ჩვენ ამაზე ველაპარაკეთ თქვენს ერთ-ერთ გადაცემაში. მაშინაც თქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ მოთხოვნები, რომელიც 31 აგვისტომდე ქართულ ოცნებას წარმოუდგინეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, ეს არ არის ოცნებისთვისაც კი რთულად შესასრულებელი მოთხოვნები. ლაპარაკია მოკლედ იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რომელთა ესე იგი შეცვლის შემთხვევაში ოცნებას შეუძლია ერთი მხრივ გააგრძელოს აღებული ავტორიტარული კურსი და მეორე მხრივ რაღაცნაირად შევიდეს მოლაპარაკებებში ევროკავშირთან იმისთვის, რომ მინიმუმ გადაავადოს ვიზების შეჩერების პროცესი. თვით აი ესეთ ფორმალურად დაძლევად, მათი ამოცანებისთვის დაძლევად მოთხოვნებზეც კი ნახეთ მათი რეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეგნებულად არაპირებენ, გამიზნულად არაპირებენ ევროკავშირთან ამ შემთხვევაში ამ ტიპის ურთიერთობების შენარჩუნებას, რაც ნიშნავს ქართული ხალხისთვის uvizო მიმოსვლას, ანუ მზად არიან რომ დაისაჯოს ქართული საზოგადოება. როგორც ჩანს, აქ მათი გათვლა არის ის, რომ რა ქვია, ისინი აშენებენ ავტორიტარიზმს იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ ვიდრე ვიზების რეალურ გაუქმებამდე საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილი უბრალოდ დატოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში წავა და შეუერთდება იმ 300,000-მდე მოქალაქეს, რომელმაც უკვე დატოვა საქართველო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და მეორე მხრივ საქართველოს მოწყვეტენ ამ სიკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ გავხდეთ კიდევ უფრო მოწყვლადი და დამოკიდებული სახელმწიფოზე, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების კეთილგანწყობაზე, იმისთვის, რომ არ დავიცოთ საკუთარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, არ ვიცი გადმოგვიგდებენ რაღაცა სოციალურ დახმარებას და ასე ააშერონ ეს ავტორიტარიზმი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს განწყობა იმთავითვე იყო იუში და დღემდე რჩება, ანუ არავინ არ არის განწყობილი, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ შეეხოს ის, რაც მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ, ხო? იმიტომ რომ საქართველოში მასობრივად იღება ადამიანის უფლებები, სამწუხაროდ მათ არ აქვთ ამ წუთას, როგორც თქვენ თქვით ამის წინ ერთ-ერთ გადაცემაში, ეს მიზნობრივი ტარგეტირებული სანქციების განხორციელების საშუალება, იმის გამო რომ ამას ბლოკავს ქართული ოცნების მოკავშირე უნგრეთი ევროკავშირში შიგნით და ამიტომ ისინი იძულებული არიან ის რაზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, სწორედ ეს ღონისძიება გამოიყენონ. ამ ვითარებაშიც კი კიდევ მეორე მე მაქვს თავმოძიება, რომ ის მოთხოვნები, რომელიც მათ წამოაყენეს, შეგნებულად უტოვებდა ქართული ოცნების ხელისუფლებას, ისევ და ისევ, იმიტომ რომ არ დასჯილიყო და ან საქართველოს მოსახლეობა აი ამ შესრულების შესაძლებლობას. იმიტომ რომ თქვენ ან პროცესი იყო დაახლოებით ასეთი იქნებოდა, რომ არა ეს განცხადებები 31-მდე მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჯერ რა ქვია მაგას პარლამენტი იწყებს სექტემბერში მუშაობას შემდგომ სესიას. ჩვენ მზად ვართ, რომ რა ქვია კიდევ ერთხელ არ
ვიცი, ვენეციის კომისიას გაუგზავნოთ მაგალითად მიღებული ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელზეც იქ მოთხოვნებში ესაუბარი უნდა გაუქმოთ. აი არანაირი, ანუ პირიქით ღიად დემონსტრაციულად და აქვე ეს შემზადება თითქოს მოსახლეობის, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ შესაძლოა ამას კონდეს ძალიან ხისტი რეაქცია საზოგადოების მხრიდან და თითქოს ჩვენ აქ ვხედავთ ერთგვარ შემზადების ოპერაციას სხვადასხვა ჯგუფები. კი, ანუ ეს შემზადების ოპერაცია ამუშავდა პროპაგანდა, ამუშავდა უკვე ჩემი აზრით გაცვეთილი ორი ძირითადი ცრუ დილემა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ერთი იმდენად სასაცილოა, რომ უბრალოდ გამეორებაც მიჭირს ხოლმე, ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს ესე იგი ევროპაში ინტეგრაცია აუცილებლად გულისხმობს რაღაცა სექსუალური ორიენტაციის შეცვლას და მეორე ომისა და მშვიდობის, ასევე აი აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომელსაც უკვე 2022 წლიდან დღემდე კვებავს ქართული ოცნება საკუთარ მოსახლეობას და ამ თვალსაზრისით ეს ერთიანი ნეიტრალური მოძრაობის განცხადება კიდევ უფრო საგანგაშოა. ჩემი აზრით, მათ აქვთ ფუნქცია დაახლოებით ისეთი, როგორც ჰქონდა, აი ვთქვათ, LDP-ს, ცნობილ ჟირინოვსკის პარტიას რუსეთში. ანუ ისინი აღჟღერებენ ყველაზე უფრო ოდიოზურ, ყველაზე უფრო რადიკალურ რეფორმით და რადიკალურ იდეებს, რომელიც რეალურად აქვს ხელისუფლებას, ხო? და მათ რა თქოს დღეს? მათ თქოს, რომ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ესე იგი ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, ჩვენსავე სურვილზე გავხდეთ ეს საერთოდ ევროკავშირის წევრები, თუნდაც 2028 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, საკმარისია რუკას დავხედოთ, ან ვითარებაში, ან ვართ სახელმწიფო, რომელსაც დაახლოებით აზერბაიჯანის ტიპის, ხო, აქვს საკუთარი სერიოზული ბუნებრივი რესურსები და ძლიერი შეიარაღებული ძალები და მოკავშირე, როგორც არის აზერბაიჯანის შემთხვევაში თურქეთი. ან ვართ სახელმწიფო, რომელიც მიბმულია რუსეთის ფედერაციაზე, ან ვართ სახელმწიფო, რომელიც ესე იგი აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყავს პარტნიორები დასავლეთში. სხვა, უბრალოდ აქ ნეიტრალური როგორც ქვიათ ამ მოძრაობას, ხო, საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთის კოლონიად ყოფნას, რუსეთის რაღაცა იმას რა ქვია, პროქსი სახელმწიფოდ ყოფნას. და სატყუა რა მოსახლეობის გარკვეული. ამ სატყუარაზე ვიკა მინდა რომ ჩვენს მოსახლეობას ესმოდეს, რომ ნახეთ ნეიტრალურ სახელმწიფოებს არ აქვს ტერიტორიული პრობლემები. ნეიტრალურ სახელმწიფოებს ყავთ ძლიერი შეიარაღებული ძალები და ყავთ ძლიერი მოკავშირეები, ხო? ჩვენს შემთხვევაში რაში ვცვლით ამ ნეიტრალიტეტს, ხო? ხედავთ რომ ერთი მხრივ რუსული ჯარი დგას ცხინვალსა და სოხუმში, ანუ ნულია დინამიკა ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მიმართულებით, პირიქით უარესდება ვითარება, იმიტომ რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთი აგრძელებს ანექსიურ პროცესებს და მეორე მხრივ ჩვენ მაინც მივდივართ ისა რა ქვიან რუსეთის მიმართულებით, ხო? ეს ერთადერთ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს. ეს ნიშნავდეს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვას, ანუ ჩვენ ვეღარ ავირჩევთ მომავალში მოკავშირეს, არამედ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიებზე, ამ შემთხვევაში ცხინვალზე და სოხუმზე უარის თქმასაც. და ყველაფერს თავით დავანებოთ, სიტყვა ნეიტრალური სულ რომ მათივე ლოგიკას გავყვეთ, არ ნიშნავს მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ლანძღვაგინებას დასავლეთის და რუსეთის მიმართ აბსოლუტური თავიანთი გაგებით ნეიტრალური ქონდა კარგი სტატუსი დღეს 24 საათი ლაპარაკობენ სუვერენიტეტზე და იქვე გვიხსნიან რამდენად მნიშვნელოვანია რუსების ესე იგი ანუ რას ნიშნავს სუვერენიტეტი მათი აზრით დასავლეთთან კონტაქტების გაწყვეტას ნიშნავს და მეორე მხრივ ყველაფრის ჩაბმას რუსეთზე ანუ ეს რანაირი სუვერენიტეტია ხო თუნდაც იმ მანკიერი გაგებით რომელსაც ისინი გვთავაზობენ. კი ბატონო და სხვათა შორის აი ეს რაღაცნაირად მინდა ასევე გკითხოთ თქვენ ეს deep state-ის თეორია, რომელზეც მუდმივად ისინი აპელირებენ და სანამ არსებობს deep state-ი, ყოველთვის არსებობს რაღაც ძალა მათ გონებაში, რომ რაღაცაც გადააბრალებენ აბსოლუტურად ყველაფერს. აი რაც მოუნდება ივანიშვილს, შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს და თქვას, რომ deep state-ის ბრალია ყველაფერი, ხო? ამ გამოწვევას ფიქრობთ თუ არა, რომ ცოტა ფრაგმენტირებული ოპოზიცია ხდება, მაგრამ არის თუ არა მნიშვნელოვანი, რაღაცა ერთიანი საერთო სტრატეგია არსებობდეს, თუნდაც იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც არჩევნებთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული მოსაზრება, კარგად აუხსნას მოსახლეობას, რომ პასუხისგებლობა ამაზე აკისრია ცალსახად ივანიშვილს. დიახ, არის ცალსახად, იმიტომ რომ თქვენ ამ სფეროში ხართ ხო, სტრატეგიული კომუნიკაციები არის ერთ-ერთი მთავარი
სფერო, რომელიც ესე იგი ბრძოლის ველად იქცა, ხო? ანუ ჩვენი ადამიანების განწყობის, ჩვენი გონებრივი რაღაცა მატრიცების როგორ ვაზროვნებთ, ეს სფერო რუსული საინფორმაციო ომის პროპაგანდისტვის არის ესე იგი ბრძოლის ველი და ამ ბრძოლის ველზე ჩვენ სამწუხაროდ კი ვმარცხდებით, იმიტომ რომ ოცნებამ შემოგვიგდო ძალიან მარტივი შეთქმულების თეორიის ტიპის რაღაცა ცნობა, ცოდნა და ეს რა ტიპის ცოდნა, იცით რომ ეს ცოდნა სწრაფად ვრცელდება ადამიანებში იმის გამო რომ სამყაროს აი კომპლექსურობას, იმიტომ რომ სამყარო რთულია, ერთ პატარა რაღაცა თავში თითქოს გასაგებს ხდის, ხო გესმით რომ აი მთელი ეს გეოპოლიტიკური რთული საერთაშორისო პოლიტიკა და შემდეგ აიხსნება რაღაცა ერთი მარტივი პასუხით, რომ სამყაროს მართავენ მასონები, სამყაროს მართავენ ანგლოსაქსები, სამყაროს მართავენ სხვები და სხვები, ხო? ტრაგედია არის ის, რომ ამ ტიპის აზროვნება ძირითადად მარგინალური არსებობს მსოფლიოს ბევრ წერტილში, მაგრამ როდესაც ეს ამ მარგინალური აზროვნების სახელისუფლებო პროპაგანდა იქცევა და ოფიციალური იდეოლოგია იქცევა, ეს არის ჩვენი ტრაგედია და პრობლემა. ახლა რთულია მასთან დაპირისპირება იმის გამო, რომ მას ჭირდება ახსნა ბევრი არგუმენტი და როგორ ხშირად არგუმენტი, ეს არის რაღაცა რწმენისა და ცოდნის დიქოტომია, ხო? აი როგორც რთულია რომ ადამიანმა დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთი, იმიტომ რომ ეს არის რწმენის საკითხი, დაახლოებით ეს ემუშაობს შეთქმულების თეორია, იმიტომ რომ აქ არგუმენტებით ამის განეიტრალება არის რთული, თუმცა საჭიროა ბევრია სალაპარაკო. Deep State-ი არაფერი არ არის ამ შემთხვევაში, როცა ამერიკელები მას იყენებენ, თუ არა ბიუროკრატია, რომელსაც იცით როგორ არის ნებისმიერ ორგანიზაციაში, რაც არ უნდა პატარა იყოს, ყოველთვის არსებობენ დიდი ხნის თანამშრომლები, რომლებსაც გარკვეული ცოდნები აქვთ, რომლებსაც აქვთ საშუალება, ცოდნები გამოცდილება, ხო, რომლებსაც წინა პოლიტიკაზე აქვთ წარმოდგენა და ისინი სულ მუდმივად ამ ინერციაში არსებობენ. ანუ ეს Deep State-ი ჩდება როგორც წესი იქ, სადაც არის დაპირისპირება არჩეულ პოლიტიკოსებსა და არსებულ ბიუროკრატიულ იმას რა ქვია, ინსტრუმენტს შორის, სტრუქტურებს შორის. ზოგან ეს სტრუქტურები არის უფრო ძლიერი და გავლენიანი, ზოგან არის უფრო სუსტი, მაგრამ ჯამში ბიუროკრატია ჩვეულებრივი ის რასაც დასავლური გაგებით ტრამპი რაზე ლაპარაკობდა, ხო ლაპარაკობდა იმაზე, რომ მისი აზრით, მისი ოპონენტების, დემოკრატების წარმომადგენლები ბევრი იყვნენ ისეთ საკვანძო თანამდებობებს და მან ამ ნიშნით ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს შეეხო ამის გამოც რა. მათ შორის რატო შექმნა ეს ეფექტურობის ინსტიტუტი? იმის გამო, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს ბიუროკრატია ბევრ რესურსს მოიხმარს, ხო? ანუ უბრალოდ ხელფასია საჭირო, მათთვის შენახვა საჭირო და ასე შემდეგ. ანუ ეს დისკუსიები ძირითადად ჯდება დიდი მთავრობა თუ პატარა მთავრობა, ანუ რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა უნდა იყოს. რამხელა გავლენა უნდა ქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მაგალითად კერძო კომპანიებს და ასე შემდეგ. ამ აზრით სხვათა შორის თუ ასე ავიღებთ, კლასიკური Deep State-ია ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესები, რომლებიც შეზდილია დღეს სახელმწიფო სტრუქტურით. ბიძინა ივანიშვილი როგორც ჭრდილოვანი ფიგურა. ეს ბევრად საშიშია. იქ არ არსებობს ერთი ადამიანი. ის როცა ამობი Deep State ეს არის რაღაცა უნილატერალური ერთსახოვანი აგენტი, რომელიც რაღაცას მოქმედებს. ეს არ არის ერთი პერსონა. და ამ შემთხვევაში ლაპარაკი ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომლის ინტერესებსაც ემსახურება მთელი სახელმწიფო ბიუროკრატია. მე თქვენთან საუბრის შემდეგ ჩვენ ახალი ამბავი ის გვაქვს, რომ ესტონეთის სანქციები წამოგვეწია, რომლის ტარგეტირებული სანქციები, რომლის სამიზნე არიან ის ადამიანები, ვინც ყველაზე, არ ვიცი, სასტიკ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი, სხვა სიტყვა რა შეიძლება გამოვიყენო, სასტიკ გადაწყვეტილებებს იღებენ უკანონოდ დაკავებული პატიმრების მიმართ. გალუსტაშვილი მოხვდა აქ, ასევე მზი ამაღლობელის მოსამართლე, ეს შესაძლოა თუ არა იყოს ტონის მიმცემი ამ ტიპის სანქციები, მაშინ როდესაც პარალელურად ჩვენ გვესმის, რომ ევროპის ქვეყნები მაინც და მაინც არ უჭერენ მხარს უვიზო საბედნიეროდ უვიზო შეჩერების შესრულებას. ნაწილი ყოველ შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა, რომ მაშინ როდესაც ერთიან სანქციებზე შეთანხმება ვერ ხდება ორბანის გამო, რომელთასაც რა ვიცი, მძევლად ყავს ქართველი ხალხი, მასაც პრინციპში ივანიშვილს მისი დახმარებით აყვანილი, მაშინ როდესაც უვიზო
ვიზოს შეჩერება, ჰუმანური და თვალსაზრისით არ უნდათ ქართველი ხალხისთვის ევროპის ქვეყნებს, ფიქრობთ თუ არა, რომ მაინც დადგება ის მომენტი, როდესაც ესტონეთის გზას სხვებიც გაიზიარებენ. კი, აშკარად, სწორი ის არის, რა ქვია, იმთავით ევროკავშირის შიგნით არსებობდა ორი მიდგომა. ერთი ევროკავშირმა როგორც ინსტიტუტმა რა შეიძლება მოიმოქმედოს და მეორე ცალკეულმა სახელმწიფოებმა. რაც უფრო სუსტია კონსენსუსი ამა თუ იმ საკითხის სწორედ ორბანის გამო, მით უფრო ძლიერია ხოლმე ევროკავშირის შიგნით მითითება ინდივიდუალურ სახელმწიფოებზე, წევრ სახელმწიფოებზე, რომ მათ თვითონ ინდივიდუალურად განახორციელონ ესა თუ ის ქმედება და ესტონეთზე მინდა უბრალოდ თქვა, რომ ვისაც ამ ქვეყანაში საჯარო სამსახურში უმუშავია, აი რამდენი პრობლემა გვაქვს ხო ჩვენს ქვეყანას. ყოველ წელს გვაქვს გაეროში გადასატანის სიტყვაზე დევნილთა უპირობო დაბრუნების საკითხი. უამრავი დახმარება გვჭირდება. ბალტიის სახელმწიფოები იმ დროსაც კი, როდესაც რუკაზე ვერ პოულობდნენ სხვები საქართველოს, ესენი იყვნენ ყველაზე დიდი მეგობრები საქართველოსი და სადღაც აი 2022 წლის მიდამოებში მომიწია კომუნიკაცია ჩემს ბალტიელ მეგობრებთან და მაშინ რომ ვიგძენი, ეს იცით როგორ რაღაც იყო, იცით რომ ეს იყო წყენაც, ანუ არა მხოლოდ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კონტექსტი იცოდნენ კარგად, მათ დარჩათ განცდა, რომ ჩვენ ხო მეგობრები ვიყავით, დაახლოებით ერთი და იგივე გზა გამოვიარეთ, ვიდექით თქვენს გვერდით, ხო? ამიტომ ყველაზე მეტად, ესე იგი, საბოლოო ჯამში ერთი მხრივ კონტექსტი, იმიტომ რომ იციან ავტორიტარიზმის ფასი ესმით და მეორე მხრივ წმინდა ადამიანურად ყველაზე მეტად გრძნობენ ამ ქართველი ხალხის დახმარების სურვილს. ისე ვრჩებიან მეგობრებად და ამ ფონზე მათი ქმედებები ჩანს თითქოს ხისტად პროპაგანდისტვის და ისევ ყველაზე მეტად თუ დააკვირდებით, ესე იგი სამიზნე არიან ქართული ოცნების პროპაგანდის, ბალტიური სახელმწიფოები განსაკუთრებით და ამას ემატება ბრიტანეთი, რომელიც როგორც ასევე დამოუკიდებელი აქტორი, არა ევროკავშირის წევრი, უფრო მეტად აქვს ხელფეხი გახსნილი ინდივიდუალური მოქმედებებისთვის და პლუს ბრიტანეთის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ოცნების, ესე იგი, მათი სანქციები განსაკუთრებით ფინანსურ სექტორზე და კონკრეტულად ივანიშვილზე იქნება ძალიან მტკივნეული და ანუ პროპაგანდა განსაკუთრებით ურტყავს ხოლმე ამ ქვეყნებს და მინდა რომ ეგ იცოდნენ ჩვენ მოსახლეობამ, რომ ამაზე დიდი მეგობრები ამასობაში ჩვენ არ ყოლია არცად არასდროს როგორც იყო ბალტიის სახელმწიფოები. სანქცია როგორც რაღაც ყუფი, ესე უნდა მუშაობდეს გამაფრთხილებელი. სანქცია სხვა ასე უცაბედად არავის უნიშნავენ, გულისხმობ, რომ ჯერ ყოველთვის არის ხოლმე საუბარი წინსწრებად, რომ ეს იყოს სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ადამიანის უფლებებს არიცავს, რომელიც სასამართლო ყავს პოლიტიზირებული და ეს ფაქტია, რომ აქ არ მუშაობს. როდესაც გადავიდნენ ქმედებებზე, ნიშნავს, რომ ეს როგორც თქვენ თქვით, სიგნალის თუ მესიჯის გაგზავნის ეფექტი არ შეიქმნა. მეტიც აქ კიდე ერთი ლოგიკა, რომელიც ასევე ჩვენი პარტნიორებისგან მომისმენია, მათ სულ ჰქონდათ შიში, რომ სანქცირების შემთხვევაში არ უბიძგოთ ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსეთისკენ მეტად შეტრიალება, ან უფრო მეტად რუსეთზე მიბმა და როგორც ჩანს, ამ ქმედებებზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ მათ უფრო მეტი ცოდნა აქვთ იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება უკვე რუსეთის რეალურად გავლენის ქვეშ არის და ანუ უფრო მეტად ამ ქმედებებით ვეღარ მოხდება მისი რაღაცნაირად მისთვის ბიძგის მიცემა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მიტმაცნება რუსეთს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვადასხვა ბრიტანულ სანქციებზეც მინდა ვისაუბროთ, რამდენად არ ვიცი სიტყვა დამანგრეველი სწორია თუ არა ეს, მაგრამ რამდენად არ ვიცი სახიფათო შეიძლება იყოს ეს პერსონალურად ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, თუ კი ვსაუბრობთ სანქციებზე, რა ტიპის დისკომფორტი შეიძლება კონდეს ივანიშვილს ბრიტანულ სანქციებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელიც არის რეალური, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად. კი, იმიტომ რომ სულ უფრო ისმის ბრიტანელი პარლამენტარებისგან ამ ტიპის განცხადებები. ესე იგი, არსებობს მოგეხსენებათ ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები, რომელიც ესე იგი არის სპეციალური საგადასახადო ზონა არსებობს იქ და ძალიან ბევრი მათ შორის რუს ოლიგარქს ჰქონდა თავის დროზე იქ აქტივები, მათ შორის შეიძლება იყოს ივანიშვილიც. მე არ ვიცი ეს ზუსტად იმის გამო, რომ ივანიშვილს საკმარისზე მეტი დიდი დრო ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამ თანხების
სადღაც მობილიზაციისთვის და მე ეჭვი მაქვს, რომ ეს მათ შორის არის საქართველო. აი გახსოვთ კანონების მიღება, როდესაც დაუბეგრავად შეიძლებოდა ინვესტიციები, ეს ეგრეთ წოდებული, ხო? ანუ როგორც ჩანს ეს ყველაფერიც ერთადერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდა და შეიძლება მისი რამდენიმე რუსი მეგობრისაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ივანიშვილს. ამდენად ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ივანიშვილს ფინანსურად აქვს პრობლემები, ანუ მისი ეს პანიკა და მათ შორის მისი ეს შიდა გარჩევები ჩანს, რომ მის ფინანსურ ну Forbes-ის სიიდან ესე არ ქრებიან ადამიანები, ხო, მილიარდერთა სიიდან რაღაცა ნაწილი გადამალა და აღარ ჩანს, მაგრამ რაღაცა ნაწილზე უბრალოდ მას აღარ აქვს ცდომა. ამდენად ბრიტანული და ეს ხდებოდა, ანუ ამ ტიპის ძლიერი სანქციების გარეშეც და ნახოთ ეხლა როგორ იმოქმედებს ეს სანქციები. და საბოლოო ჯამში მაინც აი როგორ ხედავთ თქვენ, თუ კი ვისაუბრებთ ჩვენ ყველაზე დიდ დისკომფორტზე, სად არის ყველაზე დიდი დისკომფორტი დღეს რეჟიმისთვის? ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი აქცია იყო რამოდენიმე დღის წინ. ეს არის აქციები, ეს არის სანქციების სინერგია, იმიტომ რომ ძალიან ფრაგმენტირებულია სამწუხაროდ ოპოზიცია, გარეთ დარჩენილი თუ ციხეში მყოფი, რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს აი ეს გარდამტეხი მომენტი, რაც ყველაზე დიდ დარტყმას მიაყენებს რეჟიმს, თუ ფიქრობთ, რომ მაინც აი შიგნიდან მორღვევის პროცესს ვუყურებთ, ჟანრის ლოგიკა ასე. პაპუაშვილისგან და კობახიძისგან განსხვავებით, მე მართლა სუვერენიტისტი ვარ ამაზრით და მგონია, რომ ჩვენი ბედი მართლა ჩვენ გვეყუდნის და ანუ შიგნით წყდება ეს საკითხები. საგარეო ფაქტორები და აქტორები არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი რაღაც სინერგიის ეფექტის მომცემი თუ დამატებითი ენერგიის მომცემი რუსთაველზე ამ ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში ოპოზიციის ერთიანობაში იმ ადამიანების თავგანწირვაში, ვინც ქუჩაში დგას, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ყველა ეს შედეგი, რომელიც დადგას, სწორედ ამ ხალხის დამსახურება. ანუ თითეული ადამიანის მეტ გაცნობიერებულობაში და მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობაშია გამარჯვება. ანუ მათ შორის პატიმრები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პატიმრები, რომლებთაც გააზრებულად ძალიან მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მე ვფიქრობ ძალიან დასაფასებელია, მით უმეტეს ინფოზე, როდესაც მუდმივად გვესმის რაღაცა ოპოზიციის სისუსტეზე საუბარი, რაც ასევე ბუნებრივია 12 წლიანი რეჟიმის პირობებში. მაშინ ავტორიტარიზმიც არ გვექნებოდა. მაშინ ხო, ნამდვილად. ხო, მე არ ჩვენ ვართ ისეთ საზოგადოება, სადაც და ზოგადადაც მგონია, რომ სამყარო ეგრეა მოწყობილი, თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის. ანუ თავგანწირვა მაინდამაინც სიცოცხლის გაწირვა ეს უკიდურესი ზომაა. მე ვლაპარაკობ ის, რაც თქვა აქტივისტებმა გააკეთეს, პოლიტიკოსები აკეთებენ. ის ადამიანები თუნდაც ვისაც უკვე ყოველ საღამოს მიდიან და რუსთაველზე დგებიან და ანუ საკუთარ ოჯახებს აკლებენ, ხო, ამ დროს. ანუ ეს ენერგია არ გაქრება. ამ ენერგიის შედეგია უკვე რაც გვაქვს და ამ ენერგიას აუცილებლად ექნება რაღაცა სხვა ეფექტები, რომელიც ჯამურად გარე ფაქტორებთან ერთად გამოიწვევს ისეთ შეცდომებს და ისეთ რყევებს რეჟიმის შიგნით, რაც მას საბოლოოდ მიიყვანს ვადამდე საპარლამენტო არჩევნებამდე, იმიტომ რომ რეჟიმმა ხელიდან გაუშვა, მათ შორის აი ამ დამოკიდებულებით კანდიდატის სტატუსის და იმის, უვიზოს საკითხთან მათი დამოკიდებულებით ხელიდან გაუშვა, ჩემი აზრით, ბოლო შანსი, როცა ქვეყანაში მას კიდევ შეეძლო რაღაც ტიპის ჰიბრიდული ავტორიტარიზმის შენარჩუნება. დღეს ისინი გადავიდნენ რაღაც ეტაპზე ხო ედგათ, ალბათ 20-დან 22-მდე და ვიდრე კიდევ იმეორებ დღემდეც კი. ანუ ოცნება ხო ესეთი ხელისუფლება იყო, რომ მას მუდმივად, ანუ ერთი მხრივ კანდიდატის სტატუსი მიიღო და მეორე მხრივ, არ ვიცი, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში იყო და მერე პლუს ჩინეთთან სტრატეგიულ იმას ათანხმებდა. ანუ მისი ეს შეგნებულად შექმნილი სტრატეგიული გაურკვევლობა, ხო, მის სასარგებლოდ მოქმედებდა, მის სამრჩეველთა შორის იყვნენ პროდასავლურად განწყობილი ადამიანების და ასე შემდეგ. არა და ეხა ეს ზამბარა იქამდე მიიყვანა ჩემი აზრით ხელისუფლებამ, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება მისთვის რაიმე ტიპის ლავირება. ეხლაც აქვთ სტრატეგიული გაურკვევლობა. ცალსახად დღეს მე მგონი მათ აქვს ეხლა პრაქტიკულად ძალიან ცალსახა მკაფიო გზავნილები და პოლიტიკური კურსია. რუსული კანონის შემოტანის შემდეგ მათ უარი თქვეს აი ამ სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკაზე და ცალსახად აირჩიეს რუსული გზა. და ეს უფრო ოპოზიციის პრობლემაა. სტრატეგიული გაურკვევლობა, ბუნდოვანება. იცით როგორ არის, ანუ საბოლოო შემთხვევაში ნახეთ როგორ იყო ერთ დღეში არ ხდება არც სახელმწიფოს მიტაცება, არც ინსტიტუტების ჩამოშლა და
უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეასრულა რაღაცა დაახლოებით აი ატომური კოლაიდერის როლი რა, ან უცებ რო ხდება რაღაც პროცესები. რეალური სახე ოცნების გამოჩნდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მანამდე მას ჰქონდა ლავირების საშუალება რუსეთთანაც, ევროპასთანაც და შიგნით ოპოზიციასთანაც. უამრავი ასეთი მაგალითი გვახსოვს, ხო, წამოწყებული რაღაცა პროექტები, რომელიც მაგალითად იგივე ვთქვათ ეს შარლ მიშელის შეთანხმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნელ-ნელა ნაბიჯ მოხდა სახელმწიფოს მიტაცება. და ამიტომ ყველა რთული იყო ადამიანებისთვის ამის გაგება. მათ შორის ჩემთვისაც არაფერს არ ვმალო, ანუ მე არ ვიყავი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, იმ თავითვე ფიქრობდა, რომ მაინდა-მაინც რუსეთის მარიონეტები და ისინი არიან ეს ხალხი და დღეს ბევრი ჩემი მეგობარი მსაყვედურობს ხოლმე, აი ხო გეუბნებოდითო და მე არაფერი არ ამაქვს სამწუხაროდ სათქმელი ხოლმე. კი ბატონო, მადლობა თქვენ. სხვათა შორის ეს თვით რეფლექსია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას არ შეუძლია თქვას, რომ რაღაც მომენტში არ ვერ გძნობდა, არ ფიქრობდა ასე რომ ესეც დასაფასებელია. მადლობა თქვენ.